აჭარის საარქივო სამმართველოს მიმდინარე წლის ბიუჯეტი 1.600.000 ლარია. უწყებაში ამ ეტაპზე 86 საშტატო ერთეულია განსაზღვრული. მიუხედავად იმისა, რომ საქვეუწყებო დაწესებულების თითოეული თანამშრომლის ვალდებულება, დოკუმენტაციის მოძიება, შესწავლა და სადანადო დამუშავებაა, საარქივო სამმართველოში ცალკე ფუნქციონირებს საზღვარგარეთთან, მასმედიასთან, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და დოკუმენტაციის შესწავლის განყოფილება. როგორ ნაწილდება ფუნქციები აღნიშნულ განყოფილებაში და რატომ ითხოვს საშტატო ერთეულის დამატებას არქივის ხელმძღვანელი თამარ კიკნაძე ამბობთ. აჭარის საარქივო სამმართველოში დღეისათვის 86 თანამშრომელი მუშაობს, მათგან 4 საზღვარგარეთთან, საზოგადოებასთან, მასმედიასთან ურთიერთობის, დოკუმენტების გამოყენების და პუბლიკაციის განყოფილებაში მუშაობს. განყოფილებას თამაზ ფუტკარაძე ხელმძღვანელობს. ამბობს, რომ თითოეული მათგანი თავისი ვიწრო პროფილით მუშაობს, თუმცა ყველა საერთო საქმეს აკეთებს. ნატალია ქიქავა, ქეთევან იაკობაძე, ციცი ცინცაძე და თამაზ ფუტკარაძე უცხოურ არქივებთან კავშირების დამყარებას, დოკუმენტების მოძიება, დამუშავებას და მედიასთან ურთიერთობას ერთნაირად ცდილობენ. ყველა ჩვენი თანამშრომელი, ქეთი იაკობაძე, ნატო ქიქავა, ციცი ცინცაძე, ყველანი ჩაბმული არიან საერთო საქმიანობაში, რომელთა ერთობლივი საქმიანობის შესაძლებელი გახდა ურთიერთობების დამყარება უცხოეთის, მათ შორის ავსტრიის, გრაცის სამხარეო არქივთან, ბლაგეოგრადის სამხარეო არქივთან, სოფიის ცენტრალურ არქივთან, მასმედიასთან ჩვენ ასე გამოკვეთილად არ აგვაქვს საზოგადოებასთან ურთიერთობა, მაგრამ უშუალოდ კურირებს ციცი ცინცაძე, რომელიც ღონისძიებების ორგანიზებას, პროგრამების მომზადებას, ინტერნეტ სივრცეში მასალების მომზადებას. დაახლოებით იგივე საქმიანობას ეწევა საარქივოს ათეულობით თანამშრომელი, თუმცა არქივის ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ სრულყოფილი მუშაობისთვის კადრები არასაკმარისია და შტატების გაზრდის საჭიროებას ხედავს. დღეს მთავარი სპეციალისტის შრომის საფასური 800 ლარს შეადგენს. მინიმუმ 3 განყოფილება უნდა იყოს, მაგრამ არ გვაქვს ამის საშუალება, ეკონომიკური საშუალება, რომ მოვემსახუროთ ხალხს. განყოფილებაში ხო წერია საზოგადოებასთან და მასმედიასთან კი, მაგრამ განყოფილებაში კი წერია, ჩემო კარგო, ეს ყველაფერი, მაგრამ ამისთვის ვერ იცლიან და იშვიათად როცა ასეთი შემთხვევები ხდება, გოგოებს ისევ მათვე ვთხოვ, რომ მომეხმარონ. როგორც აქ ამბობენ, დოკუმენტების პუბლიკაციისა და გამოყენების განყოფილება არქივში ყოველთვის არსებობდა, მხოლოდ 2010 წელს დაემატა მას საზღვარგარეთთან ურთიერთობის შტატი. აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების საარქივო სამმართველოს 2014 წლის ბიუჯეტი 1.600.000 ლარია.